სალამი მოგესალმებით ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატურთას ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. Შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესოა, მე მგონია რომ სადღაც შეიძლება ქადაგებების სერიაში ჩვენ ქართულად ვთარგმნეთ ეს თემა, მაგრამ არ ამგონია რომ კითხვა-პასუხებში იყო, აი წარმოვიდგინეთ ამდენი კითხვები, 1000-ზე მეტი კითხვები განვიხილე და მე მგონი არ იყო ეს და ძალიან პრაქტიკული კითხვა არის და ცოდვა გამხელიჯობს, მეც მქონია ესეთი დაუშვათ გაგება. არასწორი გაგება, მაგალითად, უფალმა გულში ჩამიდო რომ ეს გავაკეთო. გესმით? ან კიდე რაღაცა ჩემი გული მიგრძნობს რომ ეს გავაკეთო. ან რაღაცა ისეთი, რომელიც ცოტათი წინ უსწრებს და ბევრ რამეს ვიღებ ჩვენ თავზე. და ამ დროს შეიძლება ჩვენ ვცდებოდეთ. გესმით, როცა თქვენ ინტუიციას, თქვენ მოქმედებას, რაღაცას მიაწერთ თქვენ გულში ან თქვენ შინაგანში ჩახედვით. თქვენი გუნება განწყობით ან რაღაცა ემოციურად და ეს ახასიათებთ სწორედ ხარიზმატებს 50-იანელებს ამასაც იტყვის ჯონ მაკარტური და აი ამიტომ არის კარგი გაზიარება და სწავლა უფრო გამოცდილი ქრისტიანებისა განსაკუთრებით ისეთი გაწონასწორებული ქრისტიანისგან როგორი ჯონ მაკარტურია რომელიც არასოდეს ახლა ახალგაზრდობაში შეიძლება მასაც ქონდა რაღაცა ხო ყველას აქვს რაღაცა ისეთი მისწრაფებები მაგრამ მან გზადაგზა დახვეწა ეს რომ შეიძლება შეცდომაში მოხვიდე, როდესაც შენ აქცენტს აკეთებ არა დაწერილ ღმერთის მითითებაზე, არამედ უკვე ცოტათი შეგრძნებებზე რო გადადიხარ. აი მე გითხარით ადრეც რობერტ სპროულს ჰქონდა ესეთი თავის წინშიც უწერია, ახალგაზრდა იყო მაშინ და როგორ განიცადა ღმერთის თანაყოფნა. და ჯონ მაკარტური არასოდეს ესე თავს იკავებს. უბრალოდ მას ამბობს რომ წარსულს რო გადავხედავ, აი მაგალითად ჩატარდა რაღაცა, ხო? და ეხლა ბენ შაპიროსთან ახსენებს ინტერვიუს. 2018 წელს ბენ შაპიროსთან შედგა მის ინტერვიუ, მე ორჯერად შეხვდა მე მგონი, უკვე ცოტათი ხანი შესული, მაგრამ ამ პირველმა ინტერვიუმ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ეს არის ებრაელი წარმოშობის კონსერვატორი პოდკასტერი, ერთ-ერთი ძალიან ცნობილი. დიდი როლი ითამაშა ამან ტრამპის გამარჯვებაშიც, ახალგაზრდები ძალიან ბევრი მიმდევარი ყავს მას კონსერვატორი, მიუხედავად იმისა, რომ ებრაელია და არ მალავს ებრაელობას, ქუდიც ახურავს, როცა მიყავს ეს პოდკასტები. ძალიან კონსერვატორი, მორალური, ზნეობრივი პიროვნება ოჯახის მამა არის ახალგაზრდა, ძალიან ნიჭიერი და ბატონმა ჯონმა ისე ძლიერად იმას აკნა უქადაგა რომ დარჩა და რომ გარდაიცვალა ჯონ მაკარტური ამას წინაზე ნახე მისი ვიდეო გაიხსენა ბენ შაპირომ თუ როგორ ნაზად როგორ მოექცა და როგორ ცდილობდა ქრისტიანული რწმენის მასე გაზიარებას ნახეთ როგორ ითესება ასე იყო ლერი კინგთან ლერი კინგიც გაოცებული დარჩა ჯონ მაკარტურით რამოდენიმეჯერ მიიწვია ლერი კინგმა და მე მგონი მე მაგის შემდეგ გაუშვეს კიდევაც ლერი კინგის CNN-დან იცით ძალიან ცნობილი ლერი კინგის ის ქონდა ლაიფი ხო მას ძალიან დიდი გადაცემა დიდი ხნის განმავლობაში და ჯონ მაკარტური რამოდენიმეჯერ იყო დაამოწმა ქრისტე ერთ-ერთი ძლიერი ვიდეოებია მე თუ მკითხავ დასვა პანელზე პანელი იყო ირგვლივ ერთი 7 კაციანი პანელი იყო მუსლიმანი კათოლიკე იქ ის იყო რა ვიცი ინდუსი რა ვიცი სეკულარული მედიტაციის ჰოლივუდის პოპულარული რომ არის ხომ დამავიწყდა ხო ოპრა ვინფრის ცნობილი გურუ ხომ და მაგასთანაც იყო დებატები, მე ჰომოსექსუალიზმზე იყო დებატები და ყველგან ძალიან ძლიერად გაართვა სიკვდილი სად მივდივართ. ძალიან მაგარი თემები იყო, ლერი კინგს ისე მოეწონა და დაინტერესდა. ასევე იყო ეს ბენ შაპიროც და ძალიან ის იყო და აი ამაზეც ამბობს ჯონ მაკარტური რომ მე თქვა ეხლა აი ღმერთმა გულში ჩამიდო რაღაცა. ხო არ იქნებოდა სწორიო, მაგრამ რომ მივიხედავ წარსულში, ნახავ ღმერთმა როგორ გამომიყენა ეს ხო და აი მოდი სწორი ასეთი მსჯელობა ამის თქვა უფალმა გულში ჩამიდო რომ ეს გავაკეთო და ძალიან კარგი კითხვა სვავს ბატონი რიჩარდ რეიზორი. გამარჯობა ჯონ, მე რიჩარდ რეიზორი მქვია, გამარჯობა რიჩარდ. გმადლობთ ღვთისადმი მის სიტყვისადმი ერთგულებისათვის და ამდენი წლის განმავლობაში ჩვენზე ესეთი ზრუნვისათვის. მე მსმენია ხშირად გამოთქმები ეკლესიაში, როგორიცაა ღმერთმა გულში ჩამიდო რომ პატარა საჩუქარი მეყიდა. ღმერთმა დღეს შენთვის ლოცვაში ეს რაღაცა მომცარო მელოცა. განაის გავრცელებული ფრაზები საკმარისად გულწრფელა და უმანკო ჟღერს, მაგრამ შეიძლება უკვე იგივე სქემა გავრცელდეს და ჩვენ უკვე ჩვევაში გადაგვივიდეს და მივიდეთ ისეთ გამოთქმამდე, როგორიცაა ღმერთმა გულში ჩამიდო რომ ახალი მანქანა მეყიდა. ამ მსგავსი რამ თუ ეს საკანასკნელი აშკარად ყალბია, ჩემი კითხვა ამაში გონროეს. პირველი ხომ არ იქნება ისეთივე თავხედური? ესე იგი, შეიძლება აქ დაუშვათ რომელიმე უნებლიე იყოს
ან რომელიმე უფრო მეტად დანაშაული თქმა. დიახ, ვფიქრობ, რომ ჯონ მაკარტური პასუხობს, დიახ, ვფიქრობ, რომ ესეთი მსჯელობა ეს ტოლფასია მოლიპულ ფერდობზე სიარულისა, რიჩარდ. და მართლაც ასეა. თუ თქვენ დაიწყებთ ესეთი რაღაცების ხმას თავიდან, როგორცა უფალმა გულში ჩამიდო, რომ ეს ანის გავაკეთო. ეხლა კითხვა იცმის, საიდან იცით, რომ ეს უფალია? საიდან იცით, რომ ეს უფალი იყო? ასე რომ ეს სახიფათო კატეგორია მოქმედებისათვის. შესაძლოა მართლაც, რომ უფალს სურს ახალი მანქანა ყავდეს. შესაძლოა, რომ პირიქით, მას უნდა რომ ძველი მანქანა დაიტოვო. ან მას სურს, რომ ფეხით იაროთ. ან საერთოდ შეიძლება უბერის ტაქსი უნდა გამოიძახოთ. ეი მithიაროთ. რაც არ უნდა იყოს, თქვენ ამას ვერ გაიგებთ. თქვენ არა გაქვთ წვდომა ამაზე. თქვენ ვერ გაიგებთ ღმერთის ნებას. ამიტომ უმჯობესია თქვა, ყველა ვარიანტის განხილვის შემდეგ ფიქრობ, რომ მე მანქანა მჭირდება. შენით გონებით აწონდაწონო ღმერთმა მოგცა გონება გამჭრიახი და გადახედო შენს ფინანსებს, გადახედო შენს შესაძლებლობებს, საჭიროებებს და ისე მიიღო გადაწყვეტილება. ან კიდე უთხრა, მე მინდა რომ შენ მანქანა გიყიდო ადამიანს, იმიტომ რომ ზრუნვარ მინდა რომ შენ საჩუქარი გაჩუქო. იცით, ძალიან ჩქარა, უცებ, ვცდილობთ რომ ღმერთს მივაწეროთ ისეთი რაღაცეები, რაც ჩვენ არ ვიცით. შეიძლება გარკვეულ მომენტში ეს უნებელი იყოს, ხომ? მაგალითად იმის თქვა, რომ უფალმა გულში ჩამიდო, რომ შენზე მეზრუნა. და ამიტომ ვილოცე შენთვის. ეს შესაძლებელია, ეს უნებელია. იმიტომ რომ უფალმა გაგახსენა, რომ ვიღაცას ლოცვა სჭირდებოდა. მაგრამ ისევ და ისევ კითხვა, საიდან იცი რომ სინამდვილეში უფალი იყო? თქვენ ხომ არა გვაქვს რაღაცა ისეთი აპარატი, რომ თავზე წითელი შუქი აგვენთოს, როცა უფალთანა ვართ, ან უფალი ჩვენთან არის და როცა მარტო რჩები ქრება ის. ამის გაგების არანაირი მექანიზმი არ არსებობს. ამიტომ მე მგონი ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ასეთ ლექსიკასთან და ასეთ მსჯელობასთან. განსაკუთრებით იმ დროს, როცა ჩვენთან ამერიკაში ევანგელიზმი, ნახეთ რა დაქცია ქარიზმატულმა მოძრაობამ. რომ უკიდურესად ძალიან საშიში მდგომარეობაა, სადაც ესეთი ტიპის ადამიანები ყოველთვის ცდილობენ, რომ ყველაფერი ღმერთს მიაწერონ და ამქვან, აი ღმერთმა მაიძულა, ღმერთი მელაპარაკება, ღმერთმა ის გამაკეთებინა. და სინამდვილეში არც კი იციან ეს. ეს რომ ჩვენ არა გვაქვს ღმერთისაგან პირდაპირ გამოცხადება, რა თქმა უნდა, ჩვენ გვწამს რომ ღვთისმსული ქვეძღვანლსა გვიძღვება ყველგან და ის ამოძრავებს ჩვენს გულებს, მაგრამ ამის დანახვა მე შემიძლია მხოლოდ როცა უკან ვიხედები წარსულში, როცა რაღაცა ჩაივლის. აუ, და გამოვცდები რომ შეხედე რა მოხდა, ხედავ, იქ რო ვიყავი მე. ნახე რა გავაკეთე. და წინასწარ მე ვერასდროს ვერ გავიგებდი ამას. და წინასწარ ამის თქმა შეუძლებელია. აი მაგალითად ინტერვიუ 4 შაბათს რომ ბენ შაპიროსთან მე ჩავაწერე, ხო, გახსოვთ, ხო? ეხლა თუ მეტყვით, ვაპირებდი ამის გაკეთებას? მაგრამ მე არანაირად არ ვიტყოდი, იცი, უფალმა ჩამიდო გულში ამის გაკეთება. ეს არ ვიცი. მე ვთქვი, ფიქრობ, რომ ეს კარგი შესაძლებლობაა მეთქი. მინდა მასთან შეხვედრა, მინდა საუბარი და მინდა ამის გაკეთება. ეხლა უკან რო ვიხედები, ხვდები რომ, ნახეთ, რა კაი შესაძლებლობა იყო ეს ჩემთვის, რომ სახარება წარმედგინა. მაგრამ მე არ ვიცოდი წინასწარ როგორ იქნებოდა ეს საუბარი, როგორ წარიმართებოდა. ამიტომ ვფიქრობ, უმჯობესია დაელოდოთ, სანამ თქვენ ცხოვრებაში ღვთის განგებულობას დაინახავთ, რომ უკან გაიხედოთ და ღმერთს დიდება მიაგოთ. იმისათვის, რაც ამ სიტუაციიდან გამოვიდა. ასე მოქმედებს ღმერთის განგებულება. ჩვენ ეს თავიდან არ ვიცით და ვერ ხვდებით. მადლობა რიჩარდ, ასევე მადლობა ერთგულებისათვის, ჩემო ძვირფასო მეგობარო. როგორც ეთყობა, რიჩარდი რეიზორი იცნობდა ჯონ მაკარტურს. მადლობა მოსმენისათვის.